ქართული ხაშლამა, განსაკუთრებით კახური. მისი საიდუმლო აბსოლუტურ მინიმალიზმშია. მხოლოდ საუკეთესო ხორცი, წყალი, მარილი და ხანგრძლივი დუღილი. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ სუფთა გემო. მისი ნათესავები სომხეთსა და თურქეთშიც ხაშლამად იწოდებიან, მაგრამ აქ უკვე მეტი ბოსტნეულია. კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა. უფრო რაგუს გრამს, ვიდრე ბულიონს. საფრანგეთში ყოტოფე. იგივე იდეა ხორცის ხანგრძლივი ხარშვის, ოღონდ ძირეული ბოსტნეულით. და ცალ-ცალკე მოაქვთ, ჯერ ბულიონი, შემდეგ ხორცი ბოსტნეულით. ავსტრიაში ტაფელშპიცი. აქ მნიშვნელოვანია საქონლის ხორცის კონკრეტული ნაჭერი და მირთმევის მთელი რიტუალი, პირშუშხათი და ვაშლის соусით. სულ სხვა ისტორიაა. გადავინაცვლოთ კორეაში. აქაც ხორცს საათობით ხარშავენ, მაგრამ მთავარი გმირი ნოყიერი, თითქმის რძისფერი ძვლის ბულიონი კომტანია, რომელსაც ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. ხოლო ირლანდიაში ცნობილი რაგუ. აქაც ხორცს უფრო ხშირად ცხრის. ბოსტნეულთან ერთად დიდხანს ხარშავენ, მაგრამ კერძი ბევრად სქელი გამოდის. როგორც ხედავთ, იდეა მარტივია, მაგრამ განხორციელება განსხვავებული. ქართული ხაშლამა ხორცის სუფთა გემოს ჰიმნია. თქვენ რომელი ვარიანტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?